რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 8%-ია. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არსებული ტენდენციების გათვალისწინებით შედარებით მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. ოქტომბერში საქართველოში კლიური ინფლაცია 5.2% დაფიქსირდა მიზნობრივ 3%-იან დონესთან შედარებით მაღალი ზრდა კი სურსათის ინფლაციით არის განპირობებული. ნიშანდობლივია, რომ სურსათის ფასების გამორიცხვით და ასევე ხისტი ფასების საზომის სხვა მაჩვენებლების მიხედვით ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება. უფრო კონკრეტულად, მომსახურების ინფლაცია 2.9%-ია, საფასო ინფლაცია 2.4%, იმპორტირებული პროდუქტის ინფლაცია კი 0%. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის პოზიციით, მიუხედავად აღნიშნული ტენდენციებისა, ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკი საყურადღებოა. თუ როგორი იქნება ცენტრალური ბანკის პასუხი ინფლაციის მაჩვენებელზე შემდგომში ზრდის თუ შემცირების პირობებში, შეცვლილი ინფლაციური პროგნოზებით, რისკ სცენარების და არსებული თუ მოსალოდნელი ტენდენციების მიმოხილვით ფინანსური სექტორის რუბრიკის სტუმარია სების მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მარიამ ჭანტურია. მარიამ, მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და თქვენი დროისთვის. საუბარი, რა თქმა უნდა დავიწყოთ რეფინანსირების განაკვეთით. საქართველოს ეროვნული ბანკი, ქვეყნის ცენტრალური ბანკი ინარჩუნებს, შეიძლება ითქვას, რისკების მინიმიზაციის მიდგომას და გადაწყვეტილებაც იყო კონსერვატული, კვლავ 8%-ზე შენარჩუნდა რეალურად. ეროვნული ბანკის მთავარი მანდატის ფასების სტაბილურობის შენარჩუნების მთავარი ინსტრუმენტი სწორედ არის რეფინანსირების განაკვეთი და ალბათ ამითაც აიხსნება ეს მიდგომა. საინტერესოა თქვენგან მოვისმინოთ კონკრეტული არგუმენტები და ის მთავარი ფაქტორები, რამაც განაპირობა ეს გადაწყვეტილება. დიახ, მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიახ, როგორც აღნიშნეთ, გუშინ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8%-ზე შეინარჩუნებინა. ზოგადად კომიტეტი, როდესაც გადაწყვეტილებას იღებს, ეფუძნება როგორც მიმდინარე მაკროეკონომიკური მდგომარეობის ანალიზს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს. და სწორედ ამ სცენარებში არსებული რისკების მინიმიზაციის მიდგომით მიიღო გადაწყვეტილება, რომ შედარებით უფრო ფრთხილი პოზიცია, ზომიერად გამკაცრებული პოზიცია შეინარჩუნებინა. უბრალოდ აქ განვმარტავ, რომ რას გულისხმობთ ზომიერად გამკაცრებულ პოზიციაში. მოგეხსენებათ, რომ პოლიტიკის განაკვეთი არის 8%, როგორც აღნიშნეთ, ხოლო ნეიტრალური დონე, ნეიტრალური დონე, რომელსაც უნდა დაუახლოვდეს საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არის 7%. შესაბამისად 8% მასზე მეტია, რაც გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკის პოზიცია არის შედარებით გამკაცრებული. მოკლედ რომ შევახოთ მიმდინარე მდგომარეობას, თქვენს აღნიშნეთ, რაც ჩვენ რელისში გვქონდა წარმოდგენილი, მიმდინარე მონაცემებში, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ მთლიანი ინფლაცია მიზნობრივ დონეს აღემატება, 5.2%-ია. თუმცა, როდესაც ჩვენ ვუყურებთ მთლიანი ინფლაციის დინამიკას, მნიშვნელოვანია რა ფაქტორები განაპირობებს ინფლაციის მიზნობრივი დონიდან გადახრას. თუ შევხედავთ პირობითად კომპონენტების ჭრილში, დავინახავთ, რომ მთავარი კონტრიბუტორი იყო სურსათის ინფლაცია. 3.7% პუნქტი ამ 5.2%-დან მოდიოდა სურსათის ინფლაციაზე. თავისთავად აქაც მნიშვნელოვანია სურსათის ინფლაციას რა ზრდის, ანუ რა ფაქტორები განაპირობებს. თუ შევხედავთ ამასაც, დავინახავთ, რომ მეტწილად ეს არის მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი ფაქტორები, ეგრეთ წოდებული მიწოდების ფაქტორები, ან მეორენაირად ეგზოგენური ფაქტორები. სამ ძირითად კომპონენტს გამოვყოფთი. პირველი ეს არის გასული წლის დაბალი საბაზო ეფექტი. თუ შევხედავთ მაგალითად სურსათის ინფლაციას წინარე წლებში, განსაკუთრებით 2024 წელს დეფლაციურიც იყო. შესაბამისად, წინა წელსაც ვსაუბრობდით, რომ ამ საბაზო ეფექტის გათვალისწინებით მომდევნო წელს ინფლაცია მცირედით დაჩქარდებოდა. ამ საბაზო ეფექტს ასევე დაემატა ეგზოგენური ფაქტორები, რაშიც მოვიაზრებთ საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე არსებულ ვითარებას. ცალკეული ტიპის პროდუქტზე, რომელთა იმპორტს ჩვენ ვახდენთ, ვხედავთ, რომ ფასები წლიურ ჭრილში არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, რაც თავისთავად გადმოეცემა ადგილობრივ ბაზარსაც. და მესამე, რასაც დავუმატებდი, არის ის, რომ ცალკეული ტიპის პროდუქტზე ერთჯერადი კორექტირება მოხდა ფასის და ჯამურად ამან სურსათის ინფლაცია გაზარდა. მაგრამ აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზოგადად სურსათის ინფლაცია მაღალი მერყეობით ხასიათდება და ჩვენ რომ შევაფასოთ ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობა, გვჭირდება შევხედოთ სწორედ ამ მერყევი კომპონენტების გამორიცხვით ინფლაციური
ინფლაციურ მაჩვენებლებს. და თქვენც აღნიშნეთ, რომ მაგალითად შედარებით ხისტი საზომები, ხისტი ფასების საზომები, როგორც არის მომსახურების ინფლაცია, საბაზო ინფლაცია, ან თუნდაც არავაჭრობადი ხისტი ფასების ინფლაცია, რომ შევხედოთ დინამიკას, დავინახავთ, რომ მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში ან მასზე დაბალი. მარიამ, სწორედ აქედან გამომდინარე, ეკონომისტები ხშირად აღნიშნავთ, რომ სურსათის ფასების ინფლაციას მოკლევადიანი ეფექტი აქვს სხვათანაბარ პირობებში და არ არის მოსალოდნელი მისი განგრძობადობა. აქედან გამომდინარე უკვე გადავიდეთ პროგნოზებზე ეროვნული ბანკის და გაგვიზიარეთ თუ როგორია ის. დიახ, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ანგარიში აქვეყნებს სამ სხვადასხვა სცენარს. ეს ერთი პირველი არის ცენტრალური საპროგნოზო სცენარი და დამატებით ორ ალტერნატიულ სცენარს ვაქვეყნებთ. ამ სცენარებზე დაფუძნებულ მიდგომაზე ჩვენ 2025 წლის დასაწყისიდან გადავედით და ამასაც თავისი მიზეზი ჰქონდა, მაღალი გაურკვევლობიდან გამომდინარე, რეალურად მაღალი ალბათობა და მაღალი შესაძლებლობაა, რომ კონკრეტული ერთი სცენარი არ განვითარდეს. თუმცა ჩვენი ცენტრალური საპროგნოზო სცენარი მოიაზრებს სწორედ იმ დაშვებას, რომ სურსათის ფასების პირველი რიგის ეფექტი, ანუ პირველად ის ზრდა არ გადაიზრდება ეგრეთ წოდებული მეორე რაუნდის ეფექტებში. რას გულისხმობთ აქ? რომ იგი არ გადაეცემა და დამატებით არ გაზრდის სხვა ტიპის საქონლისა და მომსახურების ფასებს. ამ დაშვების გათვალისწინებით 2025 წელს ველით, რომ საშუალო ინფლაცია, წლის საშუალო ინფლაცია იქნება დაახლოებით 4%, ხოლო 2026 წელს წლის მეორე ნახევრიდან უკვე მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს დასტაბილურდება და საშუალო წლიური ინფლაცია იქნება 3.5%. თუმცა როგორც დასაწყისში აღვნიშნე, მაღალი გაურკვევლობა არის და მაღალი გაურკვევლობის პირობებში შესაძლოა, რომ ამ სცენარიდან გადავიხაროთ. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ როგორც წესი მიმდინარე გადაწყვეტილება თანხმედრაშია ცენტრალურ საპროგნოზო სცენართან, მაგრამ და ეს ცენტრალური საპროგნოზო სცენარი თავის მხრივ მოიაზრებს სხვადასხვა ტიპის რისკების, რასაც ჩვენ ვხედავთ მიმდინარე ეტაპზე ეკონომიკაში ზომიერ რეალიზებას. დიახ, ცენტრალურის გარდა საინტერესოა ჩავშალოთ როგორც მაღალი ინფლაციური, ასევე დაბალი ინფლაციური სცენარები და თითოეული მათგანი განვარტოთ ჩვენი მაყურებლისთვის, რას ითვალისწინებს თითოეული მათგანი, ეს არის საინტერესო და ასევე საინტერესოა ის ფაქტორები, რამაც განაპირობა და რამაც გიბიძგათ ამ სცენარების შემუშავების. დიახ, ანუ მთავარი ფაქტორი იყო ის, რომ მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება და შესაძლებელია, რომ ამ მაღალი გაურკვევლობის პირობებში ნებისმიერი ტიპის სცენარი განვითარდეს, ანუ რელევანტურია ყველა სცენარი. მაღალი ინფლაციური სცენარი ნაკლებად სასურველია, რა თქმა უნდა, დღევანდელ გარემოში ცენტრალური ბანკისთვის და შესაბამისად მის მიმართაც აქვს ნაკლები ტოლერანტობა. დავიწყებ მაღალი ინფლაციური, თუმცა დაბალი ინფლაციური სცენარის განვითარებაც რელევანტურია, მაგრამ რას მოვიაზრებთ მაღალ ინფლაციურ სცენარში? მიმდინარე ეტაპზე ვხედავთ, რომ როგორც გლობალურად ისე ადგილობრივად და ცალკეული ტიპის ფაქტორები შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს და ამან ინფლაციური წნეხი ძირედით უფრო გააძლიეროს. გლობალურ ფაქტორებიდან რომ დავიწყოთ, ამ სცენარში ჩვენ მოვიაზრებთ დაახლოებით იმავე რისკებს, რასაც მაგალითად საერთაშორისო სავალუტო ფონდი აზიარებს თავისივე ეკონომიკურ ანგარიშებში, ხო? მაგალითად, პირველი მთავარი რისკი არის ამერიკის სატარიფო პოლიტიკა და სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებული გაურკვევლობა, რომელიც თავის მხრივ ეგრეთ წოდებული გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის რისკებს აძლიერებს. და ეს თავის მხრივ მიწოდების მხრიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს აძლიერებს. თუ კიდევ უფრო განხანგრძლივდა ეს გაურკვევლობა და კიდევ უფრო რეესკალაცია მოხდა ამ ტიპის რაღაც ფაქტორების, ამან შესაძლოა მიწოდების მხრიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი გააძლიეროს. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ასევე როგორ განვითარდება მოვლენები ზოგადად საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე. და ეს თავის მხრივ ძალიან მოწყვლადი არის გეოპოლიტიკური ვითარების მიმართ. გეოპოლიტიკური ვითარებაც მოგეხსენებათ მაღალი გაურკვევლობით ხასიათდება და ნებისმიერი რეესკალაცია შესაძლოა დამატებით ამ ბაზრებზე ფასების ზრდაში აისახოს. თუ კი ეს რისკი რეალისტა, საბოლოო ჯამში ინფლაციური წნეხი გარე ფაქტორებიდან ამ სცენარის მიხედვით გაიზრდება. და ერთს აღნიშნავ უბრალოდ კიდევ, რომ ადგილობრივი ფაქტორებიდან ასევე ამ სცენარში მოვიაზრებთ, რომ თუ კი პირობითად დავინახეთ, რომ ეს სურსათის ერთჯერადი ფასების კორექტირება გახანგრძლივდა და ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკები გააძლიერდა,
ნაკლიერა, ამ შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკის რეაგირებაც ამ სცენარითვე იქნება უფრო მკაცრი. და მარიამ, შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით ეგზოგენური ფაქტორები ახსენეთ თქვენ, რა დიაპაზონში იმოძრავებს როგორც წლის ბოლომდე, ასევე შემდეგი წლის დასაწყისი, საინტერესოა თქვენი სცენარის მიხედვით რეფინანსირების განაკვეთი, მეტად რეალისტურად რომელ დაშვებას განიხილავთ? სცენარებზე დაფუძნებული მიდგომის მთელი იდეა არის ის, რომ სამივე რელევანტურია, სამივე სცენარი რელევანტურია. ჩვენი როგორც აღვნიშნე, ცენტრალური საპროგნოზო სცენარი მიმდინარე ეტაპზე თანხმედრაშია მიმდინარე გადაწყვეტილებასთან. თუ კი ცენტრალურ საპროგნოზო სცენარს შევხედავთ, რომელიც თავის თავში მოიაზრებს რისკების მინიმიზების მიდგომას, ანუ სიფრთხილე არის გათვალისწინებული დამატებით. მინიმუმ წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დარჩება. თუმცა თუ პირობითად დავინახეთ, რომ მაღალი ინფლაციური რისკის სცენარის განვითარება შეინიშნება და თუ კი მონაცემებში დავინახეთ პირობითად, რომ იგივე რაც ვახსენე, სურსაც ინფლაცია გახანგრძლივდა, ასეთ შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკის შედარებით მკაცრი პოზიცია უფრო გახანგრძლივდება, შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს. შესაბამისად, თუ პირობითად მონეტარული ცენტრალურ პროგნოზში მოვიაზრებთ რაღაც პერიოდი უცვლელობას, მაღალი ინფლაციური სცენარი მოიაზრებს უფრო გამკაცრებას. დაბალი ინფლაციური სცენარი მოიაზრებს შედარებით უფრო სწრაფ ნორმალიზებას მონეტარული პოლიტიკის. კი ბატონო, მაგრამ ნუ ცენტრალური სცენარი, იმიტომ არის ცენტრალური, ალბათ რომ ყველაზე რეალისტური აღმოჩნდება ხშირ შემთხვევაში ის. კი ბატონო, ჩვენ 17 დეკემბერს დაველოდებით უკვე შემდეგ მონეტარული პოლიტიკის ხდომას, სადაც ვნახავთ თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, რაც იქნება ასახვა იმ გარე და შიდა ფაქტორების, რაც რეალურად არის ჩვენს გარშემო. გარდა ამისა, ჩვენი საუბრის მიწურულს აუცილებლად მინდა შევეხოთ რეკორდულად გაზრდილ რეზერვების მაჩვენებელს და საინტერესო იქნება თქვენგან მოვისმინოთ ასევე სტატისტიკა საბოლოო, რას გვიჩვენებს წლის ბოლომდე, რა მოლოდინი გაქვთ და აი ეს ინტერვენციები, რაც ასე აქტიურად ხორციელდება და მიმდინარეობს, რამდენად მოსალოდნელია, რომ იგივე ტემპით გაგრძელდეს. დიახ, როგორც აღნიშნეთ, რეკორდულად გაზრდილი არის რეზერვები 2025 წლის განმავლობაში. ეროვნული ბანკი რეზერვების დაგროვების პოლიტიკას აქტიურად ახორციელებდა. ეს თავის მხრივ მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. სექტემბრის მდგომარეობით 5 მილიარდ 400 მილიონს აჭარბებს. უახლეს სტატისტიკას ოქტომბერზე მომდევნო დღეებში ვაქვეყნებთ. რაც შეეხება მომავალ დინამიკას და ზოგადად მიმდინარე წმინდა შესყიდვების დინამიკასაც, ცენტრალური ბანკი მაშინ ახორციელებს რეზერვების დაგროვებას, როდესაც ამისთვის ხელსაყრელი პირობები არის სავალუტო ბაზარზე და მაკროეკონომიკური გარემოც უწყობს მას ამაში ხელს. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ცურავი გაცვლილი კურსის რეჟიმი გვაქვს. შესაბამისად, ბაზარზე არსებული ვითარება მოთხოვნა მიწოდების ფაქტორებით განისაზღვრება, რომელსაც როგორც რაღაც ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები, ისე ერთჯერადი ციკლური ფაქტორები განაპირობებს და წინასწარ თქმა თუ როგორ გაგრძელდება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყველაფერი დამოკიდებული იქნება ბაზარზე არსებულ ხელსაყრელ ვითარებას. კი ბატონო, და იმედია ტენდენცია იქნება იგივენაირი, როგორიც არის ახლა და ინტერვენციების გაგრძელდება ძალიან აქტიურად და უკვე საბოლოო წლის ბოლოს შევაჯამებთ და შევაფასებთ რეკორდული მაჩვენებლებით დასრულებულ წელს რეზერვების ნაწილში. ძალიან დიდი მადლობა მარიამ სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის, დაგემშვიდობებით, სების მონეტარულ პოლიტიკაზე საუბრობდით. ჩვენი სტუმარი იყო მარიამ ჭანტურია, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.